თეთრკანიანი ლიბერალი ქალები ამ ეტაპზე ნამდვილად თავიანთი ყველაზე დიდი მტრები არიან, რადგან ეს სულელური ვიდეო ვირუსულად ვრცელდება. ანუ ამ თეთრკანიან ქალს ჩვენთვის კითხვა აქვს. ამ ვიდეოში თუ ვერ ხედავთ, წერია ეს ჩემი ნიშანია რომ მოვექცე. როცა ის უსმენს, ფონზე ისმის გულისრევის ხმები. და მეგობრებო, მგონი ყველამ ვიცით რომ ეს მისი ნიშანი არ არის. ვიმეს ხომ არ უნდა უთხრას, იმიტომ რომ ძალიან ემოციური ხდება. ზოგჯერ მართლა არ მჯერა, რასაც ხედავ ან ვისმენ უსმენ. უბრალოდ ვერ ვიჯერებ, რომ ასეთი ვიდეოები არსებობს. რომ ესეთი ადამიანები ჯერ კიდევ იმდენად სულელები არიან, რომ უსმენენ კაცის გულისრევის ხმას მიკროფონზე და გონიათ, რომ ეს ნიშნავს, რომ დროა შეუერთდნენ რელიგიას, რომელსაც მათთვის აბსოლუტურად არაფერი კარგი არ უნდა, არაფერი კარგი. და ახლა ინტერნეტში უკვე ბევრი ესეთი ქალი გამოჩნდა და ისინი არ უსმენენ მუსლიმ ქალებს. ისინი არ უსმენენ იმ ქალებს, რომლებმაც რეალურად გამოცადეს, რას ნიშნავს იყო ამ პოლიტიკური მოძრაობის ნაწილი. და ნეტავ რომ უსმენდნენ, სწორედ ამიტომ გადავიღე ეს ვიდეო, რომ შევძლოთ მათი განათლება იმაზე, რაც სინამდვილეში ხდება. მაგრამ ბოცა ვამბობ, მათ, აი კიდევ ერთი ასეთი სულელი. ჩვენი უფალი გვასწავლის ამ ყურანში. ნეტავ შეგვეძლოს ვიხილოთ ბოროტმოქმედები. განკითხვის დღეს როგორ აჩვენებენ თითს ერთმანეთს და ადანაშაულებენ ერთმანეთს, რადგან არ ირწმუნეს. გთხოვთ მეგობრებო, გაახილეთ თვალები. ღმერთო ჩემო. ღმერთო ჩემო. ალლაჰმა თავად გამოგვიგზავნა. მან გამოგვიგზავნა მეგზური ზავნა, მეგზური. მან გამოგვიგზავნა სიმართლე. მან გამოგვიგზავნა ყველა ნიშანი. მოსემ ზღვა გაჰყო. კიდევ რა გჭირდება რომ ირწმუნო? კიდევ რა გჭირდება რომ ირწმუნო? ეს სრემლები უსარგებლოა. ჩვენ ამ სამყაროში ძალიან უმნიშვნელოები ვართ. ჩემი პატარა ტვინი ვერ ხვდება. შენი პატარა ტვინი ვერაფერს ხვდება, იმიტომ რომ იქ ზიხარ და ტირი. არც კი ვიცი ეს ნიანგის ცრემლებია, დრამატული ცრემლები თუ სირცხვილის ცრემლები. ამ სამიდან ნებისმიერის არჩევა შეგიძლია, მაგრამ იქ ზიხარ და ტირი. ცდილობ ხალხი გადაიბირო რელიგიაში, რომელიც ასე ექცევა ქალებს. და გულწრფელად რო გითხრა, ეს ჩემთვის მართლა წარმოუდგენელია. გულისხმობ, უბრალოდ უყურე ამ გოგოს, კარგი? აშკარად ჩანს, იცი რომელ რელიგიას ეკუთვნის. უყურე ამას. და მიზეზი რის გამოც ამას გაგიზიარებთ, არის ის რომ იცი რა? დღეს ერთ-ერთი ისეთი დღე მაქვს, როცა ძალიან მიჭირს ისლამის ერთგულად დარჩენა. და მიზეზი რის გამოც ამას გიზიარებთ ისაა, რომ სწორედ ასეთი ადამიანებისთვის ვქმნი კონტენტს. მე ვქმნი კონტენტს იმ გოგონებისთვის, რომლებსაც უჭირთ ისლამის ერთგულად დარჩენა. ვინც გრძნობს, რომ ისლამს აშორებენ ეს ქალთმოძულე კაცები და ქალები, რომლებიც რელიგიას ქალებისთვის ასე რთულს ხდიან. არა, რელიგია ქალებისთვის ასე რთული არ არის, ის მშვენიერია. უბრალოდ კითხეთ ნებისმიერ თეთრ ლიბერალს, ვინც მისმენს. უბრალოდ კითხეთ მათგან ნებისმიერ ადამიანს, გეუბნებით, ისინი ნამდვილად შთაგონებულები არიან. ეს მართლაც შთამაგონებელია. ვინც ურს გააძევას ყველა, ვინც მათგან განსხვავებულად ფიქრობს, ვისაც ურს რელიგია გამოიყენოს ჩვენს წინააღმდეგ, რომ გვავნოს, გაგვაჩუმოს, შეგვაჩეროს ჩვენი გამოცდილებების შესახებ საუბარში. ამ ადამიანებისთვის ვქმნი კონტენტს. ხანდახან გონია რომ ფარისეველი ვარ, როცა სულ გეუბნებით გოგოებო, გამიჯვეთ ის, რასაც ეს ადამიანები აკეთებენ. ნუ მისცემთ უფლებას დაგარწმუნონ, რომ ეს არის ისლამი. ეს არ არის ისლამი. ეს მათი ვერსიაა. რადგან რაღაც მომენტში უკვე მართლა გეღლება. იცი რა გამაღიზიანა დღეს ყველაზე მეტად? სანამ გავიგებთ რა გააღიზიანა ის, მინდა რომ მიხვდეთ რამდენად წარმოუდგენლად მამაცია ეს. მე არ ვარ იმ თეთრი ლიბერალების მსგავსი, რომლებიც დებილები არიან და კამერაზე ტირიან და ამბობენ, მე ასე შთაგონებული ვარ, ყველანი შემოგვიერთდით. ეს ქალი რეალურად თავის სიცოცხლეს რისკავს, რადგან ძალიან ცნობილი ადამიანია, ის წარმოადგენს ისლამს და ღიად ამბობს, რომ ამ საკითხთან პრობლემა აქვს. იცით რას აკეთებს ისლამი ასეთ ქალებთან? იცით რას აკეთებს ისლამი, როცა ადამიანები მის პრობლემებზე საუბარს ცდილობენ? ეს კარგი არ არის. ის ნამდვილად მამაცია. ეს ცრემლები არაა.
ეს ცრემლები არაა, ამაში სიმამაცე არ არის. უბრალოდ სისულელეა. მაგრამ ამ ქალს შეიძლება მართლა თავიც ადგილზე გქონდეს. ეს დამამცირებელი გრძნობა, როცა ასე საშინლოდ ადამიანობას გართმევენ. მუსლიმთა საზოგადოებამ სრულიად წამართვა ადამიანობა. მათ წამართვეს ადამიანობა, რომ თავი გაამართლონ და ყველაფერი გამიგეთონ. გულისმწყობი. მუსლიმთა საზოგადოებამ სექტემბრიდან ჯერ ერთი წელიც არ გასულა. ყველაზე საშინელი რაღაცები დამიგეთეს. მათ ცილი დამწამეს, მათ დამჩაგრეს, მათ ჩემი პირადი ინფორმაცია გაავრცელეს, მათ ჩემს სახლში შეიჭრნენ, მათ თავი დაუცველად მაგრძნობინეს. მათ მითხრეს, რომ თავი მომეკლა. მათ ილოცეს და ილოცეს, რომ მოუკვდე, რომ გამაუპატიურონ, რომ ჩემს შვილს რამე დაუშავდეს, რომ შვილი წამართვან. მათ დამცინეს, მათ შექმნეს ხელოვნური ინტელექტი. მათ მასზე ხელოვნური ინტელექტის პორნო შექმნეს. კარგი? ეს არის რეალობა, რომელშიც ქალები ცხოვრობენ ისლამიზაციის პირობებში. ამასობაში კი ორი იდიოტი ვირუსულად ვრცელდება, თავიანთი თითქოს ღრმა კავშირის გამო. მაპატია. რა გამოგჩა აქ? გამოგჩა ბავშვები, რომლებიც ყავს, ანუ გამოგჩა ეს ვიდეოები. იცი, მათი ყურება ძალიან ადვილია. 13 წლის გოგონები, რომლებსაც იდულებით ათხოვებენ. ეს ის ვიდეოებია, რომლებიც გიბიძგებს ონლაინში იტირო და ხავს უცხარო სიმართლე. ნახე. ხაბიშაკე შიზაკი. მე არ შემიწყვეტია სწავლა. რა მაბრაზებს ყველაზე მეტად? მე არ დამიმთავრებია სწავლა. 13 წლის გოგონამ ვერ დაასრულა სწავლა, რადგან გაათხოვეს 29 წლის კაცზე. ხო? شو أصحاب الشقة صدقي نازوف هذا الأمر نزوف بهذا الأمر ამბობს, რომ ამ ასაკში ყველაზე რთული ქორწინებაში ყოფნა. გულისხმობ, რომ რომელიც 13 წლის გოგონა უნდა იყოს გათხოვილი 29 წლის კაცზე. რა თქმა უნდა, ნიანგის ცრემლების ვიდეო ეს არავის გვახსენებს. და ეხლა ინტერვიუერი გითხავს მას, რატო არ უთხარი მამას არა. და ის ამბობს, იმიტომ რომ არ იცოდა ქორწინება ასეთი თუ იქნებოდა. თავიდან ბედნიერი ვიყავი. ვიფიქრე, რომ ეს ნორმალური იყო. იმიტომ რომ ის 13 წლისაა. 13 წლის ბავშვებმა საერთოდ არ უნდა იცოდნენ, რას ნიშნავს ქორწინება და მით უმეტეს არ უნდა იყვნა. და რას გითხრა მამამ? მან მითხრა, ეს შენი ქმარია და უნდა მოусმინო მას და შენი ქმრის ოჯახს. ما فيك تقولي لا ამიტომაც ვერ თქვა უარი. لبستي فستان أبيض შეგეძლო თეთრი კაბა ჩაგეცვა? 13 წლის გოგო თეთრ კაბაში. და ის ეკითხება მას, იყო თუ არა ბედნიერი ქორწილის დღეს. და მან თქვა, კი, მაგრამ ეშინოდა. მე რა თქმა უნდა ეშინოდა. 13 წლის გოგომ უნდა ითამაშოს პატალძლის როლი და არა რეალურად გახდეს პატალძალი. ის ცხოვრობდა შიში. وتخيلوا 16 წლის ვარ და თხოვდები რისი გეშინოდა 13 წლის ასაკში? خايفة مني ქორწინების. 13-ში მე შინოდა ჩასვეს ქორწინების და ქონდა რაიმე წარმოდგენა რა ხდება ქორწილის შემდეგ ქმარსა და ცოლს შორის. მადამა მასწავლა. მასწავლებელმა უთხრა, რომელი კლასი? მე-6 კლასი. მე ვისწავლე ცხოველებზე, როგორ წყვილდებიან, რომ ნაშიერები ყავდეთ. მე-6 კლასში მან მასწავლებლისგან ისწავლა ცხოველებზე და როგორ წყვილდებიან და ასე ყავთ ნაშიერები. ასე რომ ეხლა იცის, რას ნიშნავს დაქორწინება. ხო? ჩვენ ვართ. არ ვჭირდება ამ ვიდეოს კიდევ ყურება, რადგან ყველას გულს გვირავს. გული მერევა იმის გამო, რომ ამ 13 წლის გოგოს ათხოვებენ და მაინც როგორღაც, მაინც აქ არიან ეს ქალები. მოდით შევიყვაროთ ერთმანეთი. და აქ არის ეს გიჟი ფსიქოპათი. მაგრამ ნახეთ, როგორ აჩვენებენ ბოროტ მოქმედები. განკითხვის დღეს ერთმანეთს თიც და ადანაშაულებენ ერთმანეთს, რადგან არ ჯეროდათ. ისლამი მშვიდობის რელიგიაა, ხო? თუ მშვიდობა ნიშნავს, რომ 29 წლის ადამიანები 13 წლის ბავშვებზე ქორწინდებიან, ეს მართლაც ძალიან მშვიდობიანია. ჩვენ ძალიან ბევრი სამუშაო გვაქვს გასაკეთებელი, მადლობა რომ ამ საკითხს ყურადღება მიაქციეთ.